ჟასმინის სეზონი დადგა. ახლა აყვავდა ბაღში ჟასმინები. ბევრმა იცის ეს მცენარე, ბევრი ცნობს და არასწორად ვეძახი ჟასმინს. სინამდვილეში ქართულად ქვია უცვეთელა. ნახე რა კაია, რა ლამაზი ტოტებია. ბუჩქია, ჩვეულებრივი ძველი ბუჩქი, ძველ სასაფლაოებზე, ძველ სოფლებში. ნახე რა მისი ლამაზი ყვავილები გვიწყვია, ასტრომერიებთან ერთად ყვავის. რა ლამაზია ნახე ერთი. ამაზე ლამაზი თაიგული მე არ ვიცი. სურნელი უკეთესი არ შეიძლება. სინამდვილეში ქვია უცვეთელა. ქართულად. საქართველოში ტყეებში იზრდება. გურიაში მაგალითად ზუსტად ვიცი ცხავათის ტყეში არის ველურად, გადასარევად ყვავის. ძალიან უხდება რომანტიულ სუფრებს, აი თეთრად გაშლილ სუფრებს ძალიან უხდება. ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს. ხანდაშორის ძლებს წყალში ჩადებული, იასამანზე უფრო კი ძლებს. ნახე ასეთი გაშლილი აკვარიუმივით ლარნაკი მაქვს და ასე ოპ ჩავასკუპებ. ცოტა დაიშალა. მაგრამ არა უშავს, ესე გავასწორებ. შეხედე? ნახე რა ლამაზია, თუ სწორადაა ჩალაგებული, ასე შენ უნდა გიყურებდეს ყველა ტოტი. აი ასე. აი ასე. ეხა ნახე რა ვქნა მე. საოცარი საშუალება დიათეზიანი ბავშვებისთვის. სოფლებში აკეთებენ ამას და ნახე რას ვიზამახლა. ასეთ მიტკალის ცხვირსახოთში მოუხვევ ლამაზ ტოტებს. აი ნახე ჭყინტებს უფრო. ყვავილებს და ფოთლებს. არ მაქვს დიათეზი, მაგრამ მაინც კაია. როცა ყვავის 1-2 უნდა მოასწროს ადამიანმა ბანაობა. ბავშვები აბანაოთ უნდა. წყალი მთლად მწვანედ შეიფერება და შამპუნივით ქაფთება. აი ნახე ასე გადავარჩი. ყვავილებსაც და ფოთლებსაც, კაი ფოთლებს, ჭყინტებს. ასე რომ გაშალოთ ლანგარზე გაშრება. როგორ ყვავის შაშვის, როგორ მღერის შაშვი, ხედავ. ბუდი აქვს იქ სუროში. ამას ახლა დავასველებ. დავაშეშხებ. ხინკალივით მოვხვევ. აი ესე ხაჭაპურივით. აი ეს. ნახე. აი ეს. და გავჟღლიმავ. ნახე რა ქნას. აი ეს მაუნდა შეხედე, აი ასე ხელების დასაბანად, სტანის დასაბანად, გამოკრული მიტკლის ნაჭერში, ნახე. კაფებ კიდე. დიათეზიან ბავშვებს ბანდენ გურიაში. აი როგორც ჭყინტი, ჩვილი ბავშვის ხელები ისე გადაიქცევა ახლა ჩემი ხელები, დარბილდება. ფაფუკია სულ. ამაშვება ეს ჯადოსნური მცენარე. წავალ ახლა ბაზანაში და გავრეცხო. ნახე ესეც ნახე შიგნით. აი როგორ აკაფთა. აი. დაჟღლემილი ფოთლები. იცოდეთ ამ მცენარის შესახებ. უებარია. ადგილობრივ ყვავილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ყველაზე სეზონისთვის დამახასიათებელი, ძალიან ლამაზი ბუჩქია. ბევრ ეზოშია ეხა გადმოკიდებული სამტრედიაში ვიყავი ამას წინათ და ღობეებზე გადმოფენილი. კახეთის მხარესაც ბევრია. ძალიან გავრცელებული მცენარეა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი. ჯერ მწვანეა. ჯერ სანამ გაშლილა ყვავილები ცოტა ხანში გათეთრდება და მთლად გადაიფითქინდება. გადათეთრდება ბურთებად. ფრანგულად ქვია ბულდონეშ, თოვლის გუნდა. და გავს კიდეც. ნახე რა ლამაზი ტოტები აქვს. ძალიან კაია. თან ძალიან ტრადიციული მცენარეა. ბევრი იცნობს, ბევრს აქვს ეზოში და ადვილად ხარობს და თან ძალიან გაპრანჭული. უსაშველოდ უხდება ამას სუფრებს. ამას შევაცლი ახლა ამ გაფუჭებულ ყვავილებს, რა თქმა უნდა. და ნახე რა ლამაზად ჩავაწყო
სპილენძის ჭურჭელში. ნახე აქ რა ხდება ირგვლივ. სულ ყვავილია გადაბრიალებული. მამაზის ანახავი ახლა ქაურობა და ჩემს სტუმრებს უხარია. იღებენ ფოტოებს. რამდენი სტუმარია ნახე, ყველგან სავსეა. აი აპეტიტი აქვს და მე მიხარია. ამას-ლამაზი რა უნდა იყოს ნახე. გუზგუზა და ფუმფულა. ძალიან უხდება სპილენძის ძველ ჭურჭელს. აი ამ ჭურჭელს ძალიან უხდება. შვენის. და მაგაში ჩავაწყობ. ნახე რა ლამაზი თაიგული გამოვიდეს მაგაში. აინდა მაინც გამჭვირვალე ლარნაკში არ უხდება. ეს აია. მოჭრაც არ მენანება, იცი, ყვავილის მოჭრა არ მიყვარს, მაგრამ ამის მოჭრა არ მენანება, იმიტომ რომ ადვილად იყრის. ახლა მოჭრილი ღეროები შემოდგომამდე ისევ გაიკეთებს ახალ ვეგეტაციას, ახალ ღეროებს ამოიტანს და გაზაფხულზე ისევ იყვავილებს. შარშანს სულ გადავსხიპე. ქორწილი ვქონდა ამ დროს და ძალიან ლამაზად ყვაოდა. ბულდონეში თოვლის გუნდა. სინამდვილეში ქვია ვიბურნუმი. შეიძლება დაუძახოთ რუსულად კალინა. ქართულად ქვია ძახველი. რაჭველები ეძახიან ჯანხველას. იცნობდეთ ამ ერთ უპრეტენზიო მარტივად მოსავლელ. თითქმის რო არ ჭირდება არაფერი ისეთი მოსავლელია. გასხლა უნდა მარტო მეტი არაფერი რომ კარგად იყვავილოს და სწორი ღეროები ქონდეს. გაუსხლავ ბუჩქებზე არაა სწორი ღეროები. ნახე რა კაია. ძალიან შვენის. ამაზია. საღამოს სტუმრები მყავს და გაუპრანჭავ და დავახვედრებ. რაც მომრჩება იმ ბულდონეჟიდან რაც მომრჩება ჩამოცლილი ტოტები, წყლით გავავსებ ამ გამჭვირვალე ლარნაკს, ძალიან უხდება. ცოტა გავალამაზებ. ჩავაწყობ ლამას ფოთლებს, მორჩენილ ფოთლებს რა თქმა უნდა. ასე. და ამას ავატივტივებ წყალში, დარჩენილ ბურთებს. ძალიან შველის ლამაზად გაფურჩქნილ მაგიდას. გადასაგდებად ცოდვა და ამიტომ ამ პატარებს ასე ჩავთებ. რამდენი სტუმარია ჩვენს ბაღში. მერე უღებენ სურათებს და ასე ვრცელდება ემოცია. ის დიდი ემოცია, რომელსაც ბაღი იწვევს, შედგება ამ პატარ-პატარა ემოციებისგან. რო ასე ფურჩქნი ადამიანები ეხება ვის რა ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს მოსწონს. ზოგი რაღაცას თავისას პოულობს. ან თავისი ბებიის ჭურჭელი ახსენდება, ან თავისი მშობლის, ან თავისი ბავშვობის. იმით იქმნება მე ის დიდი ემოცია, რასაც ბაღი ქმნის. მე ჩემს სტუდენტებს და მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ ბაღი არაა მარტო მცენარე. ბაღი არის ადამიანი. ადამიანმა უნდა მიიღოს სიხარული. შეხედე რა კაია. აი, ცოტა ფოთოლიც გამოუჩინოთ. არაფრისგან აი ზოგი ამას მოусმევდა ხელს და გადაყრიდა და მე არ დავკარგავ არც ერთ ტოტს. სანამ ბოლოს არ მოისუნთქებს, მანამდე არ დავტოვებ. ეხლა დავდგამ როიალზე და ნახე რამდენმა ადამიანმა გადაუღოს დღეს სურათი. იმას მიუდგამ ეხლა ამას ქვეშ. აი ეს ხო ასეთ ლამაზია. ამ ლარნაკს მიუდგამ მაგიდაზე ქვეშ, ნახე? აი ეს. თითქოს იქიდან ჩამოცვივდა. ვისთანაც ჰორტენზია არ ხარობს, აღმოსავლეთში უჭირს ჰორტენზიას. ჭრდილი უყვარს და სინესტე ჰორტენზიას. იმ ადამიანებმა შეიძლება წყურვილი ჰორტენზიის ქონის მოიკლან ბულდონეში. ასე ბატონო.